გოგოებო, ჩვენ ხომ მეამბოხეები ვართ. არ გინდათ რომ თქვენი ყველაზე ბოლოს საიდუმლო გაგვიმჟღავნოთ თქვენი პირადი დღიურიდან? გოგოებო, მე პირადი დღიური არ მაქვს. მასკოტ, ვიცით რომ პირადი დღიური არ გაქვს. და დიანა, რატომ გადაწყვიტა რომ გავამჟღავნოთ ეს საიდუმლოები? იქნებ ვინმე რამე ცუდი თქვას. გოგოებო, ეს საიდუმლოები უფრო ახლოს მიგვიყვანს ერთმანეთთან, უფრო ღიად ვისაუბრებთ. გოგოებო, შეიძლება ჩემი ბოლო საიდუმლო არ გავამჟღავნო? უბრალოდ ზედმეტად ცუდი მოსასმენია. ვაუ, ნასია, რა საიდუმლოებები გაქვს ეგეთი. კარგი, გოგოებო, აბა მზად ხართ რომ გაამჟღავნოთ პირადი საიდუმლოები? გოგოებო, მე მზად ვარ. ჩემს ძველ სკოლაში დირექტორის შვილის შეყვარებული ვიყავი. გოგოებო, ნუ გიხარიათ. არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ იმიტომ ვიყავი მასთან, რომ დირექტორის შვილი იყო. საწყალი ბიჭი, მერი მხოლოდ იმიტომ იყავი მისი შეყვარებული, რომ შენ მიგეღო რაღაც მაგისგან არ შეიძლება. კარგი, ჩემი საიდუმლო, ცოტა ცუდია, მაგრამ მაინც გეტყვით, იმიტომ რომ ლეილა ჩემი მეგობარი აღარ არის. მიდი, იანა, გითხარი. მოკლედ, გოგოებო, ლეილა ინახავდა ფულს, აგროვებდა ნიშნობისთვის. ნუ, ხო, და მთხოვა რომ ჩემს სახლში შეენახა და რაც აღარ ვართ მეგობრები, დაავიწყდა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, არ დავუბრუნება ამ ფულს. ხომ ეთანხმებით, მაგარია. გავიწყდება იანა რომ ჩვენ კეთილები ვართ? ხო, ვარ, მაგრამ ჩემ ბრალი არ არის რომ დაავიწყდა. იანა, არა, არ შეგიძლია. ლეილას უნდა დაუბრუნო თავის ფული, რაღაც თხები ხომ არ ვართ. ვისი ჯერია ახლა? ჩვენ უკვე გითხარით ჩვენი კნოპა, შენ ჯერია. ნასია, ხო, ჩვენ გვახსოვს შენი საიდუმლო. კარგი, მიდი თქვი. გოგოებო, შეიძლება თქვენ საიდუმლოებს არ მოусვინო, ჩემი აზრით პირადულია. გოგოებო, მოკლედ, საცვალი ვიყიდე, რომელსაც უკან ფუმფულა ნაჭერი აქვს. ვაიმე, ნასია, და მოიცადე, რაში გჭირდება? ჩვენ ხომ ბანი ვართ, ბაჭიები, ხო და კუდი აქვს რა? კნოპა? დიანა, შენს შემდეგ. არა, კნოპა, მე ვიტყვი შენ შემდეგ, მიდი, პირველი შენ უნდა თქვა. დიანა, ახლა ყველა საიდუმლოს ვამბობთ და შენ საიდუმლოსთვის რო არ დაგვრჩება. დიანა, კარგი, შემდეგი მე ვარ. გოგოებო, შეიძლება ყურები გავახილო. ჯობია ეგრე იყო, ახლა დიანა იტყვის თავის საიდუმლოს. კარგი, გოგოებო, გეტყვით ჩემ საიდუმლოს. წინა ზაფხულს იყო, მაგრამ იცოდეთ, არ გავაკეთებთ აღარასდროს. დამპირდით, პირდებით. ხო, ბოლო საიდუმლო რაღაც ძალიან ადრე იყო, არა? კარგი ხანია დღიურებში არ ჩაგვიწერია. კარგი, დიანა, მიდი გითხარი რა არის შენი საიდუმლო, რა გააკეთე? მოკლედ, გოგოებო, წინა ზაფხული იყო, ძალიან მშიოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. შევედი კაფეში, შევუკვეთე საჭმელი, ძალიან კარგად შევჭამე. ხო და მერე მიმტანს ვუთხარი, რომ გავიდოდი და ტელეფონზე დავრეკავდი. რა თქმა უნდა, მაგის უფლება მომცა. გავედი, ვითომ დავრეკე ტელეფონზე, მაგრამ სინამდვილეში ავდექი და წამოვედი. ფული არ გადამიხდია და დღემდე კოშმარები მაქვს ამ ყველაფერზე. საშინელება იყო, ისე მრცხვენოდა. დიანა, ძალიან ცუდი საქციელია. დიანა, კოშმარები გექნება, სანამ ფულს არ გადაიხდი. ხო, მართალი ხართ, გოგოებო. კაფეში მივალ ხვალ და დავუბრუნება აუცილებლად ფულს იმ მიმტანს. გოგოებო, იქნება ახლა ვარჯიშის დროა, ისე რომ რამე არაფერი გამიგონია. ჩემი საიდუმლო? კნოპა, ახლა თუ გვეტყვი შენ საიდუმლოს, ვეღარასდროს დავიწყებთ ვარჯიშს. კარგი, გოგოებო, ვარჯიში დავიწყოთ. კნოპა, დღეს გადარჩი. ესე იგი, ამათ საიდუმლოები ესაა, საერთოდ არა გაურკვეველი. ჩვენ ამას კარგად ვისწავლით. ხო, ვიღაცეებისგან განსხვავებით. გაიგერა გვითხრეს? გაიგერა თქვენს ჩვენზე? მოიცადე სოფი, ჰეი, მარტო არ დაგტოვეთ, თავი არ დაგანებეთ, რატომ ჩურჩულებთ ჩვენზე? არა, რაც მეგობრები გახდით, ჩვენი ვარჯიში არის საშინელება. ხო, დავტოვებთ ბაყაყებს და სხვა გუნდს შევუერთდებით. რა გუნდს შევუერთდებით? ბანის? ხომ იცით რომ იქ არ მიგიღებენ? თუ კიდევ ერთი გუნდია, რაზეც მე არ მსმენია? არა, ორი გუნდია, ერთი მაგარი ბანი და მეორე ლუზერი ბაყაყების. ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს და მოვიყვანთ ახალ ჩირილდერებს. აბა, ხო და დაფიქრდით ამაზე. მოიცა რა თქვი, აბა სცადე. წარმატებას ვერ მიაღწევთ, ახლავე წაგართმევთ თქვენს ფორმებს. სოფი, მოიცადე, ახლა სხვები არიან, მერე გავარკვიოთ ეს ყველაფერი. გოგოებო, გთხოვთ გაიძიეთ ეს ლეილას კარადაა. ლეილა, აიღე შენი ნივთები. მადლობა საყვარელო რაიან. ამ სკოლაში ვიღაც მაინც არის სიღბლიანი, როგორ უყვარს რაიანს ლეილა. ხო, მაგრამ ლეილა არ იმსახურებს, ისევ ვირთხაა. რა, ერთად არიან? ხო, ალბათ, არ მადარდებს ეგენი, არ მაინტერესებს. მისმენე ბლონდი, მე მაინტერესებს ეს მოდური ტიპი. რა ქვია? რაიანი ქვია. რაიანი?
ლეილა, ცოტა მალე ჩვენ ორისთვის ვახშამი დავჯავშნე რესტორანში. ახლა რაიან, ერთი წამით. რაიან, გამარჯობა, ერთი კვირა აქვს სწავლობდა, ახლა შეგამჩნიე. ვა, მიხარია რომ შემომჩნი. ძალიან სიმპათიური, ვიცი. სოფი, იცი რომ ჩემს შეყვარებულს ესაუბრები ახლა? საყვარელო არა, არ ინერვიულა, უბრალოდ მითხრა რომ სიმპათიური ვარ. ნახე სოფი რა ჭკვიანია, რაიანი უკვე იცავს. ხო, მაგრამ ახლა ეს ვირთხა დაიწყებს უყურე? მომისმინე ქერა ბაყაყო, არც გაბედო ჩემს შეყვარებულს შეხედო. ძალიან რთულად მოვიპოვე. ლეილა, შენი გაფრთხილებები არ მაშინებს, ეს სიმპათიური ბიჭი ჩემი იქნება. საყვარელო, ეს ჩემი ბრალი არ არის, თვითონ დაიწყო ჩემთან ფლირტი. გასაგებია რაიან, მაგრამ კარგად ესაუბრებოდი და საუბარი გაუმართე, ხომ იცი? ვინმე სხვა გოგოსთან გნახავ და მორჩება. ლეილა, არ მესმის, არ შეიძლება რომ გოგოებმა მითხრა რომ სიმპათიური ვარ. რაიან, მე გაგაფრთხილე. რაიან. აი ეს ერთი ლიმონათი. საათისფერო ხო არ გასკდები? არა, უბრალოდ დასტრესილი ვარ და როცა დასტრესილი ვარ, ბევრს ჭამ და ბევრს ვსვავ. წვანე, იმედი მაქვს ფული გაქვს, იმიტომ რომ დიმას ვერ ვხედავ აქ. საათისფერო საერთოდ ფული გაქვს? კოსტა გადაიხდის, კოსტა. რაო კოსტაო? მე არ ვერევი. კოსტას ფული არა. საათისფერო ლიმონადს არ გაგიგეთებ. კარგი, მომეცი ბარათის ნომერი ჩაგირიცხავ. იქნებ ჩქარა მოიტანოთ, გშია. ხო, ამდენი ხანი რატო უნდა ველოდოთ? ჩვენ პირველმა შევუკვეთეთ, რა პრობლემაა? რატომ არის ასეთი ცუდი მომსახურება? გამარჯობა მოსწავლეებო. აი ის მე ამბოხებს მოემსახურე. დიანა, ბოდიში. მიდი, ჩერლიდერებს მოემსახურე, ტიპს ყოველთვის კარგი, დავუყევი. მივდივარ. აი ის ლიმონადს ველოდები, ჩემი ფულით გადავიხადე. საათისფერო ახლავე გავაკეთებ, ხო ხედავ, ბევრი საქმე მაქვს. გოგოებო, რას შევუკვეთავთ? ერთი წუთი ვერ გავიგე? აქ რა ხდება? ერთი წუთით ვერ გავიგე, მე ამბოხები მოვიდნენ და უცბად დრო გამოგიჩნდათ, ჩვენ რამდენი ხანია ველოდებით, რომ შეკვეთა მოგცეთ. ხო, ხო, ჯიჯი, გეთანხმებით, ჯიჯი. ბავშვებო, დაწყნარდით, აი ის მომითხრა, რომ მათთვის ის გამომერთმია შეკვეთა. ხო, ჯიჯი, დედოფლები ვართ, რა პრობლემაა, ჩერლიდერებიც ვართ. ჩვენ ასევე მე ამბოხეებიც ვართ. ხო, ამ სკოლას ხელს ვუწყობთ, ყოველდღე ვარჯიშობთ. შეჯიბრებზე გავდივართ და მედლები მოგვაქვს სკოლისთვის. გოგოებო, გეთანხმებით, ანუ რა გინდათ? მისმინე პიცა რაღაც მინდა, მაგრამ არ ვიცი რა. ასე უთხარი ზუსტად აის. კარგი, და სხვებს? სხვებს როგორც ყოველთვის პიცა, მარწყვის მოჰიტო. კარგით გოგოებო, გავაკეთებ. ბროვასტი, წადი გაუმკლავდი მე ამბოხეებს. ჯული, მე რატომ? აბა ვინ მე? არა, ეს საერთოდ არ არის ნორმალური. გვირგვინი დაიდგეს თავებზე. აბა უგვირგვინო დედოფლებო, ხვალ ჩემს მშობლებს მოვიყვან აქ და ისინი აგიხსნიან, რომ თქვენ არანაირი დედოფლები არ ხართ. დედოფალი აქ მხოლოდ ჯიჯია, დედოფალის და პრინცესაც. კოსტა, ეს მე ამბოხეები მომწონს, იქნებ მეც გავხდე. ხო, კარინა, ცადე, ისედაც ბრაზიანი ხარ. კოსტა, რა გინდა ვერ გავიგე, მადლიერი იყავი, რომ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, შემიძლია დაგარტყა. მისმენთ გოგოებო, არ მესმის რა უნდათ, რატო რა არ მოსწონთ? ყველასთან მეგობრობთ, კეთილები ვართ, ვეხმარებით ყველაფერში. უბრალოდ შურთ, რომ ჩვენ ვართ მე ამბოხეები და სადაც გვინდა იქ მივდივართ, ასევე უფრო მალე გვემსახურებიან. ხო, და ჩვენი ბრალი არ არის რომ ლუზერები არიან და ჩვენ პოპულარულები ვართ. გოგოებო, ამას საერთოდ რატომ განიხილავთ? ჩვენ დედოფლები ვართ. იანა, მეგობრებში ხარ ახლა, ამიტომ შეგიძლია მოიხსნა გვირგვინი. გამარჯობა დედა, გთხოვ მომეცი უფლება წავიდე ამ კლუბში. დედა, გთხოვ, ძალიან დიდი ხანია წასვლა მინდა. კარგი, მოიცადება, მამას მიეცი ტელეფონი. მამა, გთხოვ, გამიშვი კლუბში. ხო, კარგი, გავიგე, დედას დაუბრუნე ტელეფონი. დედა, მოვიფიქრე, თუ გამიშვებ ამ კლუბში, მაშინ ერთი თვე სახლში დავრჩები. კალათბურთელებო, რა გინდათ აქ? აქ ქალების ტანსაცმელი იყიდება. მია, არ მესმის, ჩვენ კლიენტები ვართ. ხო, და კლიენტებს კარგად უნდა მოექცე. ჩვენი აქედან გაგდება ხო არ გინდა? კარგი, კალათბურთელებო, რამეს იყიდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქალის ტანსაცმელი იყიდება ამ მაღაზიაში. და რა იცი, იქნება უბრალოდ საჩუქრის ყიდვა მინდა. მაგალითად ეს, ჩემი აზრით მაგარია. ჰეი, დააბრუნე, იცი რამდენი ღირს და თუ გატეხავან გააფუჭებ, შენ გადაიხდი? რას ვფიქრობ, შენი აზრით აქ ჩვენ ფულის გარეშე მოვედით? ძალიან ბევრი ფული გვაქვს. მია, ახლა სერიოზულად, აქ გოგოებისთვის საჩუქრების საყიდლად მოვედით. გთხოვ, გითხარი, რისიჩაც მომყვართ და ჩვენ ვიყიდით. მეგობრებო, შეხედეთ ეს რა მაგარი კაბაა. ზედებია ეგენი, ზედები, დააბრუნე სმაილ, გთხოვ. კარგი, ხო, ახლავე დავკიდებ. საერთოდ აქ რა არის კარგი? სმაილ, ჩემი აზრით არასწორ ადგილას ეძებ. ხო, მეორე მხარეს არის კაბები. აი, მეგობრებო, ყველა გოგოს რაც უყვარს, აქსესუარები. მია, ესენიც გაითვალისწინე. სმაილ, ჯერ აირჩიერი სიყიდვა გინდა და მერე გამოვითვლი. კარგი, მანამდე მე მერისთვის კაბას ვნახავ. კარგი, მოკლედ, მე ამ ჯარფს ავიღებ. ამ შავ ჩანთას და ამ ქუცქვებით, გასაგებია მია.
62,000 ისმაილ. მოიცა რამდენი ღირს ეს ნაგავი, მეგობრებო, აქედან უნდა წავიდეთ. ერთი წამით ეს ქალის ტანსაცმელია და ძალიან ძვირი ღირს. მეგობრებო, ჩემი აზრით ეს ლეოპარდი მერის მოუხდება. აქ დააბრუნე ეგ ლეოპარდი, აქ მაინც ყველაფერი ძალიან ძვირია. მაგასაც შეგიძლია მერის მანქანაც უყიდო. კარგად, აბა მერი. ჰეი! მართლა ამ ფასად მანქანას იყიდი და გოგოებს გაასეირნებ. ჰეი, კალად ბურთელებო! აქ იმისთვის მოხვედით, რომ უფასო საღეჭი რეზინი აიღოთ, იცოდეთ დაბურეკავ უფროს. მეგობრებო, იცოდეთ, ისევ პრობლემა გექნებათ, ხო არ გადაწყვეტეთ, რომ ხასიათი გამიფუჭოთ. არა, მასწავლებელი მაიკ. მეგობრებო, ეს დავალება საერთოდ ყველა სკოლამ შეასრულა და თქვენ რას აკეთებთ ჩემი მე-10 კლასი. და თქვენმა მე-10 კლასმა ყველაფერი გააფუჭა, მასწავლებელო მაიკ. ხო, და ეგ ჩვენი პრობლემა არ არის. ხო, ნასია, და აბა ვისი პრობლემაა? ჟენია, შენთან ლაპარაკი არ მინდა. მომიყევი ამ სიმპათიურ ბიჭზე რამე რა? ფრთხილად იყავი, ლეილას ჯერ კიდევ არ იცნობ, ისეთებს გიზამს. გოგოებო, მე არ მიცნობთ ჯერ კარგად. ისევ ლაპარაკობთ, ხო? როგორ შეგიძლიათ ლაპარაკი, როცა იცით, რომ ტესტი ისევ არ დაგიწერიათ? ბავშვებო, მართლა გაჩუმდით, მოусმინეთ მასწავლებელ მაიკს, არასწორად გავაკეთეთ რაღაცეები. დიანამ გადაწყვიტა, რომ იდეალური სტუდენტი იყოს? ლეილა, დახურე პირი, შენც არ ხარ იდეალური მოსწავლე. ალუბალო, შენ საუკეთესო ხარ. მომისმინე, შენც დახურე პირი, დამღალეთ ამ სახელების ძახილით. ნასია, მოდი ლეოპარდს ნუ გავაფრაზებ. მასწავლებელო მაიკ, რამდენი ხანი გვექნება ჩასაბარებლად? ხო, მასწავლებელო მაიკ, ახლა კარგად მომემზადებით და მართლა ჩავაბარებთ. კიდევ რამდენი დრო გექნებათ? ხო, ძალიან ბევრი, ხოლმე. მოკლედ დღეს ემზადებით და ხვალ თავიდან ჩავაბარებთ. ჯული, ნუ ნერვიულობ, წავიდეთ და მასწავლებელ მაიკს უთხრათ ყველაფერი. ჯიჯი, ყურადღებას ნუ მიაქცევ, რაც უნდა ის დაუძახონ საკუთარ თავს, გინდა პრინცესა, გინდა დედოფალი, მაგრამ ეს გვირგვინები დაინახე? როგორ ადგათ თავზე? არა. მართალია, იმიტომ რომ არ არიან დედოფლები, წავედით მასწავლებელ მაიკთან. მეგობრებო, მიდით თქვენ ეს გამოგივათ. დიანა, რა დავწერო? ნასია, არ ვიცი, რამე მაინც დაწერე, არაფერს ხომ ჯობია. მეგობრებო, მე ვიცი რომ ეს შეგიძლიათ. მეგობრებო, გამოგივათ. თქვენ ხო საუკეთესოები ხართ. ხო მართალია, პატრიკ. ხო, მასწავლებელო მაიკ. ლეილა, გადამაწერინე რა? იცა, არავის არ ვაწერინე. მართალია, ლეილა, არავის არ გადააწერინო. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ, აქ ერთი მიზეზის გამო ვარ. მეგობრებო, გაკვეთილზე რატომ არ ხართ? უკვე დავიწყეთ მომზადება. მასწავლებელო მაიკ, იცოდით რომ ამ სკოლაში დედოფლები ყავდა? ხო, უგვირგვინო დედოფლები. დაელაპარაკეთ თქვენს მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ეს გვირგვინები. ცოტა ჩამოუშვან ცხვირი. მოუნდათ ამათაც რაღაცაზე წუწუნი რა. ხო, დიანა, შეეძლოთ უბრალოდ საკუთარ თავისთვის დაეძახებინათ დედოფლები. გოგოებო, კარგი გასაგებია, მაგრამ რომელი დედოფალი დადის გვირგვინის გარეშე? მასწავლებელო მაიკ, ამ ლუზერებს მართლა უსმენთ? მასწავლებელო მაიკ, მე ვარ დედოფალი და გვირგვინიც მაქვს. აი, ნახეთ. მასწავლებელო მაიკ, ეს ნორმალური არ არის, ამას შეხედეთ. ჯანდაბა დიანა ეგ საიდან მოიტანა? ხედავთ მასწავლებელო მაიკ, ხედავთ დიანას საკუთარი თავი დედოფალი გონია. ჯიჯი, დიანა დედოფალია, იმიტომ რომ გვირგვინი აქვს. კარგი, წავიდეთ გაკვეთილზე. გოგოებო, თქვენთან რა უნდა გავაკეთო? დიანა, მოიხსენია გვირგვინი, შუა საუკუნეებში აღარ ვართ. მასწავლებელო მაიკ, შუა საუკუნეებში არ მჭირდება ყოფნა რომ დედოფალი ვიყო. ყოჩაღ დიანა, რა მაგარი რაღაც თქვი. მასწავლებელო მაიკ, ყველა გოგო დედოფალი უნდა იყოს. ჩემო ალუბალო, გეთანხმები. კარგი გასაგებია დედოფალო, დაფასთან გამოდით, თქვენი ცოდნა შევამოწმოთ. რა? მასწავლებელო მაიკ, დედოფალს არ შეუძლია დაფასთან გამოსვლა? კი, დიანა, შეუძლია, გამოდი. ყოჩაღ მასწავლებელო მაიკ, ყოჩაღ, შეგიძლიათ გვირგვინს მოხსნათ? აბა დიანა, როგორ მრავლდებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები? აბა? არ მახსოვს მასწავლებელო მაიკ, დამავიწყდა. ჯანდაბა დიანა, იყოფიან. აი დიანა, ეს არის შენი დედოფლის ცოდნა. შემდეგი შეკითხვა. მასწავლებელო მაიკ, იქნებ არ გინდათ? შეკითხვა. კარგი, აბა ყველაზე მაღალი მთა რომელია? მასწავლებელო მაიკ, ვიცი, ევერესტი. კარგი, აბა რომელია ყველაზე პატარა ჩიტი? მასწავლებელო მაიკ, ვიცი, კალიბრი. მასწავლებელო მაიკ, პირველი კლასის შეკითხვებს ვამთ. დიანა, დედოფალი არ ხარ. შენი ცოდნა არის 0. მორჩა მასწავლებელო მაიკ, თავისუფალი ვარ? კარგი დიანა, თავისუფალი ხარ, გვირგვინი მოიხსენი. მასწავლებელო მაიკ, თქვენ შეკითხვებს ვუპასუხე და დედოფალი ვარ. მოკლედ, დიმა არ გამოჩენილა სკოლაში უკვე მეორე დღეა. იმიტომ ხო არა რომ ბეჭდის ყიდვა ვთხოვე. მაგრამ ბევრი ბეჭედი გაქვს. ბევრი არა, 2. მეგობრებო, გოგოებისთვის საჩუქრების ყიდვა ძვირია. ჯობია საჩუქრები ვიყიდოთ ჩვენთვის. ბიჭებო, იშოპინგეთ? გოგოებო, გაიძიეთ, ახლა ჩვენი ნაყიდი რაღაცები უნდა ვნახოთ.
გვაჩვენებთ? ვაუ! გოგოებო, წარმოგიდგენიათ, ვისხედით და ვწერდით გაკვეთილზე, როდესაც ლუზერები შემოვიდნენ და მასწავლებელმა იქთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ ვითომ მე თავზე გვირგვინი დავიდგი. ხო, თქვენს რომ ჩვენ ვართ უგვირგვინო დედოფლები. ღმერთო შემოდანე რა გავაკეთეთ? რა გავაკეთე? ჩანთიდან ამოვიღე გვირგვინი და თქვენ რომ გვირგვინიანი დედოფალი ვარ. ვა, ყოჩაღ დიანა. გოგოებო, ხვალ ყველა ყოველი ჩვენგანი უნდა მოვიდეს გვირგვინით. არ მაინტერესებს სად იპოვით. იყიდეთ. ნასტია დაწყნარდი დედოფალი უბრალოდ წოდება ჩვენ მართლა კი არ ვულით გვირგვინებით და კაბებით. ხო, მაგ ფუშფუშა კაბებით რომ ვიაროთ, ვერც დავეტევით სკოლაში. მართალია, გოგოებო, კალათბურთელები იქ რას აკეთებენ? ვაუ! სულ შეხედეთ და მორჩა. მეგობრებო, კარგი რაღაცები გვიყიდიო. წარმოგიდგენიათ, შოპინგობდნენ. გოგოებო, სახლში გაიმეორეთ. გავიმეორებთ მასწავლებელო მაიკ. ვა, ჩვენი დედოფლები აქ არიან. ძალიან სასაცილოა, წარმოიდგინეთ დედოფალი. კარგით გოგოებო, კაფეში წავიდეთ. ამ სკოლას მეფე აკლია. რა? გოგოებო, დაიმახსოვრეთ, ყველა დედოფლები ხართ. მიუხედავად იმისა, გვირგვინი გაქვთ თუ არა, კარგი დალაიქეთ, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა ყველა უნდა წავიდეთ. კარგად!